მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. კვლავაც მიხარია თქვენთან შეხვედრა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ კომენტარებისთვის, სადაც უამრავ შექებას ვიღებ. შექება როგორც სიტყვია ნაფრთიანებს, მეტ მოტივაციას აძლევს ადამიანს ცხოვრებაში. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანია შექება. მაგრამ დღეს მინდა მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხზე გესაუბროთ. კვლავაც, რა თქმა უნდა, შეეხება ოჯახურ თემატიკას, რადგან ოჯახი ყველაზე პრობლემატურია დღესდღეობით ოჯახში უამრავი სირთულეა საქართველოშიც, მთელ მსოფლიოშიც და მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან დეტალს. ყველამ ვიცით, რომ სრულყოფილები არავინ არა ვართ. არც ერთი ოჯახის წევრი, არც საზოგადოება და არც მთლიანად მთელი მსოფლიო. ყველანი ვართ, რო იტყვიან არასრულფასოვნები იმ გაგებით, რომ სრულყოფილად არაფერი არ გამოვდის, ხომ ასეა? ყოველთვის უშვებთ რაღაც შეცდომებს. ისე თავისთავად, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი უნიკალურია, მაგრამ სრულყოფილება ცოტა სხვა სიტყვა, ხო? უნიკალური და კარგი სხვა რამეა. სრულყოფილი და შეცდომებისკენ მიდრეკილი, ეს სხვა საკითხია. ამიტომ, რადგან ვაღიარებ და ვიცით, რომ ჩვენ მიდრეკილები ვართ შეცდომებისკენ, ეს შეცდომები ოჯახშიც მოგვდის, ხომ ასეა? ამიტომ მინდა ვისაუბროთ ესეთ საკითხზე. ოჯახში პატიება. რას ნიშნავს პატიება? როდესაც რაღაც პრობლემა იჩენს თავს ოჯახში, შეიძლება ეს იყოს საქმით გამოვლენილი, შეიქმნას რაღაც სიტუაცია პრობლემატური, ან სიტყვით იყოს, თქვათ, ან წყენა მოხდეს ცოლ-ქმარს შორის, ან შვილებთან მოგივიდეს ჩხუბი, ან კიდაც გარეთ, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ძირითადად ოჯახში უფრო ხშირად გვიწევს შეხება, ხო? უფრო თამამად გრძნობთ თავს, უფრო რაღაცნაირად მიგვაჩნია, რომ გარეთ თუ გავალთ იქ ყველა სულღიმით, ყველასთან ზრდილობიანად ვიქცევით, ყველას ვაწონებთ თავს. გვაქვს ესეთი ნიღაბი, ფსიქოლოგიური ნიღაბი, ეს ბუნებრივია, ყველა ამ ცხოვრებაში რაღაც როლს თამაშობს, არის შინაგანი ადამიანი და არის ნიღაბი, რომელ როლსაც ყველა ადამიანი ბუნებრივად თამაშობს. რა თქმა უნდა, აქ არ ვსაუბრობთ რაღაც აფერისტობაზე და რაღაც გამოგონილ როლზე. თვითონ ჩვენი ფსიქიკა ირგებს რაღაც როლს და იმ როლის მიხედვით ვცხოვრობთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ, რადგან ეს პრობლემები ხდება ოჯახში, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შეგვეძლოს ამ პრობლემების გამოსწორება. სიტყვაზე ცოლ-ქმარს მოუვიდათ კამათი. შესაძლოა ერთის ტყუოდეს ამ სიტუაციაში და შესაძლოა თუ განვითარება მიეცა ამ პრობლემას, მერე უკვე ორივე მხარე მეტნაკლებად ტყუის ხოლმე, ხო? ჩაერთვებიან რაღაც პოლემიკაში, კამათში და რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ? არსებობს ასეთი მაგალითი, რომ მაგალითად, როდესაც კლდიდან, მთიდან მოწყდება რაღაც ლოდი და წამოვა გორაობით ამ მთაზე დაეშვება, ამ მთაზე არის გარკვეულწილად მცენარეები, ხო, ბალახი, პატარა ყვავილები და ასე შემდეგ. და როდესაც ამ ბალახს ჩაუვლის ეს კლდე, შემდეგ ეს ბალახი შეიძლება დაწვეს აი ამ დიდი ზეგავლენისგან, მაგრამ ისევ წამოდგება უკან, ხო? ანუ გაატარებს. მაგრამ თუ გზადაგზა თავის მსგავსი ლოდი, ან შეიძლება უფრო დიდი მოცულობის ლოდი შეხვდა და იმას შეეჯახა, იქნება ძალიან დიდი შეჯახება და შეიძლება სულ დაიშალოს ეს ლოდი, რომელიც დაგორდა, თუ უფრო დიდი შეხვდება წინაღობა. მაგრამ ბალახს რა კარგი თვისება აქვს, ხო, ამ მძიმე ლოდის ჩაგორების შემდეგ ის
ცოტა ხანში ისევ გასწორდება და წამოდგება. ოჯახშიც ასეთი სიტუაცია არის. ხანდახან არის კონფლიქტი და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი, როცა ვხედავთ რომ ან ცოლი, ან ქმარი მწყობრიდან არის გამოსული, არის ძალიან გაბრაზებული, გაღიზიანებული და ემოციურ საუბარში არის გადასული, რაღაცაზე ჩხუბობს ან სახლის პრობლემაზე, ან პირადად შენ საქციელზე, ან ქმრის, ან ცოლის, ან შვილის, გარკვეულწილად ხანდახან საჭიროა, რომ ეგრევე არ დავეტაკოთ და არ დავუპირისპირდეთ. არამედ ცოტა ხანი მივცეთ დრო, საშუალება, რომ ჩაიაროს ამ ემოციურმა, რო იტყვიან გამოვლინებამ. მაგრამ რა ხდება, როდესაც ადამიანი გამოავლენ ესეთ სულგრძელობას და მოითმენ. მერე გადის პერიოდი და ის ადამიანი, ვინც აი ამ კონფლიქტურ სცენას ქმნიდა, აცნობიერებს, რომ რაღაც არ გამოუვიდა ლამაზად, ხო, ესეთი ყვირილი, ჩხუბი, კრიტიკა და ასე შემდეგ. რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ოჯახის წევრმა? ეს ქმრისგან იქნება თუ ცოლისგან? არის ერთი ჯადოსნური სიტყვა, ეს არის ბოდიში. როდესაც გამოდიხარ მდგომარეობიდან, სულ რომ მართალიც იყვე, ესეთი აყალმაყალი, ჩხუბი და კონფლიქტი ოჯახში არასოდეს არ არის დადებითი და არანაირი შედეგი არ მოაქვს. ამიტომ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ბოდიშის მოხდა. ბოდიშის მოხდა ეს არის რაღაც წამალივით, რომელიც მუხტავს იმ სიტუაციას, იმ კონფლიქტს. და როდესაც ბოდიშს მოიხდიან ჩვენ წინაშე, ჩვენ გვჭირდება რა? ჩვენ გვაქვს უკვე ესეთი თვისება უნდა გამოვავლინოთ, სულგრძელობა, რომ შევძლოთ პატიება. თუ ბოდიში და პატიება ოჯახში არ არსებობს, იქ იქნება არ ვიცი რაღაც ქაოსი. ეს წყენები თანდათან დაგროვდება და შეიძლება თითოეული პატარა წყენა შევადაროთ პატარა კენჭს. პატარა კენჭი რა არის? არაფერი, ხო? შეიძლება იყო და ძალიან შორს მოისროლო. მაგრამ ეს კენჭები როცა დაგროვდება და ძალიან დიდ კედლად აღიმართება ეს ზვინად, მე უკვე ძალიან რთულია მაგის აწევა და მოშორება. ამიტომ სანამ პატარა კენჭია ფიგურალურად და პატარა წყენა, საჭიროა თავის დროზე ეს პრობლემა აღმოიფხვრას ოჯახში. უნდა შეგვეძლოს ბოდიშის მოხდაც და ასევე მეორე მხარეს უნდა შეეძლოს პატიება. მაგრამ ეს ბოდიში არ უნდა იყოს უბრალოდ ცარიელა ფრაზა, რაღაც სიტყვა. როდესაც ადამიანი იბოდიშებს, უნდა ჩანდეს მის სახის გამომეტყველებაში, მის განწყობაში, რომ გულწრფელად ნანობს, რომ ასე მოუვიდა. თუ ესე ლიტვანად იტყვი ბოდიში, რა თქმა უნდა, არანაირი შედეგი არ აქვს. ხო, პირიქით ერთი-ორად შეიძლება უფრო გამაღიზიანებელი იყოს. ასევე არსებობს ასეთი სიტუაცია, რომ შეიძლება გქონდეს ჩვევა, რომ სულ ყველაფერზე ბოდიშს ვიხდიდეთ, მაგრამ ერთ და იგივეს ჩავდიოდეთ მაინც. რაც ეწყინა, ვთქვათ, ჩვენ მეუღლეს, მაგაზე მოვიხატეთ ბოდიში და 5 წუთის შემდეგ იგივე გავაკეთეთ. იგივე ემოცია გამოვიწვიეთ მასში. იგივე წყენა, იგივე რაღაც სიტყვით ან იუმორით, რაღაც არასწორად ისეთი თქვით, სარკასტულად, ან რაღაცაზე გავაკრიტიკეთ ისევ. ანუ რაც აღიზიანებს ჩვენ მეუღლეს ჩვენში და გული ეტკინა და შემდეგ ჩვენ მოუბოდიშეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ, რომ აღარ გავიმეოროთ მსგავსი. ესეთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, რომ აეროპორტში რიგი იყო, სადაც ესეთ ჩემოდნებით მიდიოდნენ მგზავრები, სანამ თვითმფრინავის ტრაპამდე გავიდოდნენ ამ მოსაცდელში და ამ რიგში ერთი მამაკაცი ამ თავის ჩემოდანს წარამ არა ურტყავდა წინ მიმავალ ადამიანს.
ძალიან უხერხულ პრობლემებს უქმნიდა რა, ხან ფეხებში მოარტყავდა, ხან გვერდებში მოარტყავდა, ანუ ამ ჩოჩქოლში. ის რომ მოტრიალდებოდა ხოლმე, ვითომ რა ხდებოდა, ეს ბოდიშს უხდიდა. ერთხელ მოუხადა ბოდიში, ცოტა გადაადგილდნენ, კიდე მიარტყა უხეშად, კიდე მოუხადა ბოდიში. მესამედ, მეოთხედ და მეხუთეჯერ მაგის უკან მდგომა ადამიანმა უთხრა, თუ გულწრფელად ნანოფო, მაშინ აღარ ჩაიდენდი, იგივენაირად აღარ მოიქცეოდიო. ასე რომ ჩვენი ბოდიში ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ, რომ დავინახეთ ჩვენ მეუღლეში, რომ რაღაცა არ მოსწონს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და თუ გვეყო იმდენი ვაჟკაცობა და გამბედაობა, რომ მოვიბოდიშეთ, აუცილებელია, რომ ვეცადოთ ყველანაირად, რომ იგივე აღარ გავაკეთოთ. თუმცა წეღანაც აღნიშნე, რომ სრულყოფილები არავინ არა ვართ, დრო და დრო შეიძლება ისევ მოგივიდეს ეს შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომაც და ჩვენი ბოდიშიც უნდა გამოჩნდეს, რომ მართლა უნებლიათ მოხდა, ისევ გაუაზრებლად და ისევ გულწრფელად ეუბნები, რომ მართლა არ გინდოდა, რომ გული ტკენოდა. მაგრამ რაც შეეხება შვილებს, თუ უნდა მოუხადოს ბოდიში მშობლებმა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა ბავშვია და მშობელმა ბოდიში უნდა მოუხადოს თუ არა ბავშვს. რა თქმა უნდა, უნდა მოუხადოს ბოდიში, თუ რაღაც არასწორად გააკეთა. ან ცუდად მოეპყრო, ან ძალიან უხეშად რაღაცა უთხრა, ანუ მშობელსაც ხო მოდის შეცდომები შვილების აღზრდის პროცესში, ხო? რაღაც შეიძლება შემოარტყა და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი სტრესი შეიძლება გაიაროს ბავშვმა ოჯახურ გარემოშიც კი. ამიტომ აუცილებელია, რომ დედა იქნება თუ მამა იქნება, თუ შეცდომა მოუვიდა, უნდა დაჯდეს თავის შვილს, დაუჯდეს, დაისვას და სინანული გამოხატოს, რომ ვთქვათ, რაღაც არასწორად გააკეთა. ამიტი ჩვენ შვილებსაც ვასწავლით შემდეგ ცხოვრებაში, თავად ოჯახშიც გამოიმუშაონ ეს უნარი და შეძლო თავად მომავალ მეუღლეებთან და თავად შვილებთან შეძლო მსგავსი ტრადიციის სახით გადავიდეს, რომ აუცილებელია. რატო უნდა ვაპატიოთ და რატო უნდა მოვიბოდიშოთ? ეს პრეცედენტი ადამიანმა არ შექმნა პატიების. პირველი, ვინც აპატია სამყაროში, ვინმეს ეს იყო თავად ღმერთი. და აქ უკვე სხვა უნიკალური შემთხვევაა, რომ ის სრულყოფილია, ის შეცდომებს არ უშვებს, ჩვენგან განსხვავებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც რო იტყვიან გაატარა ადამიანის არასწორი საქციელი ცხოვრება, აპატია და კვლავაც მისცა შანსი გამოსწორების, ხო? ამიტომ ჩვენ ღმერთზე უფრო დიდი წარმოდგენა არ უნდა გქონდეს საკუთარ თავზე, ჩვენ თვითონაც ყოველ დღე აბსოლუტურად სიტყვით თუ საქმით შეიძლება ვწდებოდეთ, ეს იქნება ოჯახში თუ გარეთ, თუ სამსახურში, თუ საზოგადოებაში. ამიტომ უნდა შეგვეძლოს ჩვენ თავზე გქონდეს სწორი შეხედულება და წარმოდგენა, რომ თავდაბლად უყურებდეთ ჩვენ თავს, რომ ვართ შეზღუდულები და არა ვართ სრულყოფილები და არ გამოვი ყველაზე იდეალურები არა ვართ. ამიტომ ოჯახში უნდა შეგვეძლოს მსგავსად მოქცევა. ბოდიშის მოხდაც უნდა შეგვეძლოს და თუ ჩვენ გვიხდიან ბოდიშს, უნდა პატიების უნარიც გამოვავლინოთ. პატიებაში რა იგულისხმება? თუ ისეთი რაღაცა მოხდა ოჯახში, რაც აი ესეთი სიტყვით შეიძლება გამოვთქვათ, რომ უპატიებელი საქციელია, ანუ აი წარმოუდგენელია ეს აპატიება. რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალური საკითხია, ვის რისი უნარია გადაიტანოს, რა სტრესი და რა პრობლემა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთი მნიშვნელოვანი თვისება. სახარების ფსიქოლოგია ასეთია. იქ არის თვისება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. თავად ღმერთში დევს ეს თვისება და ჩვენ ვიცით, რომ თავის მსგავსად შექმნა ადამიანი
ჩვენი ფსიქიკა არის ფაქტიურად ღმერთის ფსიქიკის გაგრძელება, ნაწილი, რადგან თავის მსგავსად ვართ შექმნილები და ეს თვისება არის სულგრძელობა. სულგრძელობა თავად სიტყვასაც რო დაუკვირდეთ, როგორ არის წინადადება. სულის სიგრძე. ეს თარგმანში ნიშნავს ხანგრძლივი პროცესი, სიგრძე. ანუ სწორად რო ავხსნათ სულგრძელობა, სიტყვასიტყვით ნიშნავს იმედის ქონა, რომ რაღაც დროის განმავლობაში გამოასწორებს ადამიანი თავის აი ამ რაღაც ნაკს, ბუნების რაღაც აი ამ ცუდ მხარეს და რომ გამოასწორებს აი ამ შეცდომებს, რომ აღარ დაუშვოს მომავალში. სულგრძელობა ამას ნიშნავს. და სად უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება თუ არა ოჯახში. ჩვენ ხომ მტრებად არავის არ მივიჩნევთ, არც ცოლს, არც ქმარს და არც შვილებს, ხო? სულგრძელობა გვჭირდება მათ მიმართ, იმიტომ რომ შეცდომებს რო დაუშვებენ, ეს ფაქტია, ამას ვერ გავექცევით, თავად ჩვენს უშვებთ შეცდომებს და ასევე ჩვენ ირგვლივ ვინც არის ოჯახში თუ გარეთ. ამიტომ ძვირფასებო მინდა რომ გაითვალისწინოთ ეს საკითხი ოჯახში, თუ გინდათ რომ ბედნიერი თანაცხოვრება გქონდეთ ოჯახში, იყოს ჰარმონია, როდესაც ადამიანი იხდის ბოდის, მუხტავს სიტუაციას, როდესაც ადამიანი პატიობს, ისიც მუხტავს სიტუაციას, იმიტომ რომ თუ ბოდიში მოიხადე და იმან არ მიიღო შენი ბოდიში, მერე შენში უკვე სხვანაირი დუღილი მიდის. მერე სიამაყე გძლევს, როგორ მე ბოდიში მოიხადე და იმან არ მიიღო ჩემგან ეს. მომავალში უკვე ცუდი პრეცედენტი გაქვს, რომ აღარ მოიხადო ბოდიში, ხო? აღარ ინანო შენი საქციელი, იმიტომ რომ რა აზრი ქონდა? უთხარი რომ არ მინდოდა ასე რო გითხარი, ან ასე რო გამომივიდა, ან ასე რო მოვიქეცი და იმან ყურად არისო. რა თქმა უნდა, мотиваცია აღარ ექნება მომავალში გამოასწოროს თავის შეცდომები. ასევე ეს კამათი, რომალე ჩაწყნარდეს, არის კიდევ ესეთი საინტერესო აზრი. წმინდა წერილებში ღმერთმა ჩააწერინა ეს მნიშვნელოვანი დეტალი, ეს არის ესეთი იგავი. სადაც შეშა არ არის, იქ ცეცხლიც ქრება. ხომ ასეა, შეშას თუ არ შეუკეთებ და არ დაამატებ, ის ცეცხლი თანდათან ჩანელდება. ჩვენი სიტყვები კონფლიქტის დროს შეიძლება იყოს შეშის მსგავსი. რაც უფრო მეც უკეთებთ, რაც უფრო მეც ვამატებთ აი ამ ცეცხლში ამ სიტყვებს, თანდათან უფრო ჩაღდება და უფრო დიდი ცეცხლი არის. და ენა შედარებულია სახარებაში, სხვათა შორის უკვე ახალ აღთქმაში პატარა ნაპერწკალს, პატარა ცეცხლს. ენა ხო პატარა ორგანოა ადამიანის ორგანიზმში და შედარებულია პატარა ცეცხლს. და პატარა ცეცხლსო შეუძლია დიდი ტყე გადაწვას. ხომ ასეა? პატეცინა ნაპერწკალმა შეიძლება მთლიანად ტყე გადაწვას. აი ასეა ჩვენი ენაც. ასევე შედარებულია საჭეს, გემის საჭეს. ხო გვინახია რამხელა ტანკერები და რამხელა გემები დაცურავს ზღვაში. მაგრამ საჭე რამხელა აქვს მაგ გემს. ჩვეულებრივი პატარა საჭე აქვს, რომელიც ერთ ადამიანმა უნდა მართოს, ხომ ასეა? აი ამ პატარა საჭეს შეუძლია ამხელა ვებერთელა გემს მიმართულება შეუცვალოს. აი ასევეა ენა. შეიძლება ამ პატარა ენით სცენარი სხვა მიმართულებით წავიდეს. ან დადებით მხარეს წაიყვანო, ან უფრო კონფლიქტურ სიტუაციის მიმართულებით წაიყვანო. ამიტომ ჩვენი ენა უნდა ყოველთვის ვაკონტროლოთ, განსაკუთრებით ეს ოჯახს ეხება. არ უნდა იყოს ესეთი რაღაც რო იტყვიან ხოლმე აი უზდელური საუბარი, აგდებითი საუბარი, სადაც აი არაფასდება ადამიანი, აი პატივისცემა არ ჩანს შენ სიტყვებში, ხო? ცოლს რო უდიერად ექცევი,
ამ ბილდ სიტყვაობ, მით უმეტეს ეს ხო საერთოდ მიუღებელია ოჯახში ბილდ სიტყვაობა. შენი სისხლი და ხორცია, შენი ირგვლივ შვილები, შენი საყვარელი მეუღლე და მას აგინებ, ხო? ეს არის კატასტროფა ოჯახში. არავითარ საერთოდ ბილდ სიტყვაობა არსად არ არის მისაღები და განსაკუთრებით ოჯახში და განსაკუთრებით კიდე პლუს ბავშვების თანდასწრებით. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ამოღებული ჩვენი იმიდან, რა ქვია, სასაუბრო სტილიდან. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მინდა გაგამხნეოთ, მინდა რომ ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება გქონდეთ, გავითვალისწინოთ ის რჩევები, რასაც თავად ყველაზე მთავარი ფსიქოლოგი ვაძლევს, ეს არის თავად ღმერთი, შემოქმედი, ის უმაღლესი გონი, ვინც შექმნა ეს ჩვენი გარემო, ვინც შექმნა ჩვენ თითოეული, ჩვენი შვილები. ამ და სხვა პრობლემებზე თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე. მსოფლიოს ნებისმიერ ადგილიდან შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, შეგიძლიათ მომწეროთ Instagram-ზე პირად შეტყობინებებში. მადლობას გიხდით და გემშვიდობებით დროებით.